დავბრუნდით ჩვენს მეოთხე ბლოკში და როგორც დაგკვირდით თუ გაუწყვეთ თუ დავა დღეს სამშაბათია სამედიცინო თემატიკა მაინც ჭარბობს ხოლმე სამშაბათ დღეს და ახლა ვისაუბრებთ ახალ პროექტზე, ახალ პრაქტიკაზე, რომელიც საქართველოში დაინერგა. ფარმაცევტული კომპანია GPC საქართველოში დაიწყო ისეთი პრაქტიკის დანერგვა, როგორც დიდი ხანია მიღებულია ამერიკაში და მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში. იმისთვის რომ გავიგოთ უფრო დეტალურად რა პროექტზე საუბარი, მე ჩვენს სტუმრებს წარგედგენთ ლელა გორდაძე პროექტის მენეჯერი, ჰარი ლატანციო American Pharmacy International-ის პრეზიდენტი და რუსუდან აფაქიძე, რომელიც თარგმანში დაგვეხმარება. მადლობა მოგზაურობისთვის და პირველი ესეთი ძალიან ალბათ სახალხო შეკითხვა ზოგადად რას ნიშნავს მედიკამენტის საერთაშორისო სახელწოდებით და თქვათ რითი განსხვავდება ის იმ მედიკამენტებისგან რაც არსებობს ქართულ ბაზარზე უკვე. მოგესალმებით პირველ რიგში მივესალმებით თქვენს მაყურებელს მინდა გითხრათ რომ ზოგადად მოკლედ გეტყვით კომპანია GPC-ის ახალი პროექტის შესახებ რომლის სახელწოდებაც არის generic მედიკამენტები ეკონომიური შეფუთვით ეს გახლავთ პრაქტიკა რომელიც დიდი ხანია არის დანერგილი ამერიკის შეერთებულ შტატებში ეს არის მედიკამენტების ცალობით რეალიზაციის პრაქტიკა generic მედიკამენტებისა რომელიც კომპანია GPC-მ გადმოიღო და დანერგა GPC აფთიაქებსა და City Pharma-ს ქსელში რაც შეეხება თქვენ შეკითხვას რა არის generic მედიკამენტი ეს არის მედიკამენტები ჩვეულებრივად რომელსაც ყოველდღიურად ღებულობენ ადამიანები უბრალოდ ყველა მედიკამენტს გააჩნია როგორც საერთაშორისო დასახელება ანუ ჯენერიული დასახელება გარდა ამისა მათ აქვთ აგრეთვე ბრენდული დასახელება იმის და მიხედვით თუ რომელმა კომპანიამ რომელმა ქვეყანამ გამოუშვა შემდეგ ეს მედიკამენტი შესაბამისად მიანიჭა მას ბრენდული დასახელება ანუ სავაჭრო სახელწოდება ხოლო ჯენერიული სახელწოდება ეს არის საერთაშორისო სახელწოდება უფრო გასაგები რომ იყოს მოსახლეობისათვის, ანუ მაგალითად იბუპროფენი ეს არის მედიკამენტის საერთაშორისო დასახელება, ანუ ჯენერიული დასახელება. ხოლო მიგოთხასი თქვათ ან ნუროფენი ან სხვა რომელიმე ეს გახლავთ მისი სავაჭრო დასახელება. ანუ ეს გულისხმობს იმას რომ თქვათ ეს generic მედიკამენტები არ სარგებლობენ გარკვეული კომერციული დატვირთვით, ხო სწორად გავიგე მე და შესაბამისად ამაში არ იხარჯება თანხა, რაც შეიძლება ითქვას იწვევს ამ ასეთი ტიპის მედიკამენტების უფრო დაბალ ფასს. აი ეს მინდა რომ განმარტოთ ფასში სხვაობა თუ არის ამის ხარჯზე. რა თქმა უნდა, generic მედიკამენტი, როდესაც შეიქმნა თავიდან საერთაშორისო დასახელებით, შემდგომ როცა განიცადა, ვთქვათ, მან გაბრენდება რომელიმე ქარხნის ან ქვეყნის მიერ, ამ ბრენდირებისათვის გარკვეული თანხები იქნა დახარჯული, რამაც გამოიწვია ბრენდული მედიკამენტის უფრო სიძვირე, ვთქვათ, generic მედიკამენტთან მიმართებაში. გარდა ამისა, იმას რომ generic მედიკამენტებს გააჩნიათ ეკონომიური შეფუთვა, ანუ ისინი მოთავსებული არიან 100, 500 ან 1000 ტაბლეტის ოდენობით ერთ შეფუთვაში, ეს იწვევს ერთეულზე ანგარიშებით უკვე მათ დაბალ ფასს და შესაბამისად ის რომ generic მედიკამენტები არის უფრო იაფი ბაზარზე არსებულ კონკურენტებთან მიმართებაში თქვათ 20-30%-ით იაფი არამც არ ნიშნავს რომ ეს არის თქვათ ხარისხის გამო პირიქით generic მედიკამენტების ხარისხი არის ძალიან მაღალი რაც განპირობებული არის იმ კონტროლით რომელიც იმ ქვეყნებში არის საიდანაც ეს მედიკამენტები გვაქვს შემოტანილი ხოლო რაც შეეხება შედარებით დაბალ ფასს განპირობებულია იმ პირობით, რომ ის არის მხოლოდ ჯენერიული დასახელები და მოთავსებულია ეკონომიურ შეფუთვაში. აი, ბატონ ჰარის მინდა რომ ვკითხო ეს დისპენსინგის, ანუ ამ დიდი ეკონომიურ შეფუთვის ცალობითი რეალიზაცია დანერგილი რამდენად ამერიკაში რამდენი ხანი არის დანერგილი ეს ამერიკის შეერთებულ შტატებში? The practice of dispensing has been 40 years approximately in the USA. And the way that process works, a patient comes in with a prescription order or an order for medication. The pharmacist takes that medication order. If it's the very first time that they've come into the pharmacy, they'll get a detailed patient history. What other medications are you on? What diseases do you have? Are you allergic to any medications? That information then is taken to the next step, which is data entry, and it's put into our computer system. At that point, the computer can check, are there any drug interactions between the current medication and other medications? Is the dose appropriate for that person? Are there any allergies that are going to cause them problems? If all of that is okay, then the computer system will generate a label and what we call a patient monograph. And this is
a copy of a patient monograph, which is basically a detailed information sheet about the drug, tells the patient how to properly use it, are there any side effects, what to watch out for if they begin to get a dry mouth, those kind of things. გადაგითარგმნით ამ ფრაგმენტს, რაც შეეხება ესე იგი აი ასეთი სახის სტილ დისპენსერიზაციას მედიკამენტების, ძალიან დიდი ხანია, რაც ამერიკის შეერთებულ შტატებში არის ამის პრაქტიკა არსებობს, დაახლოებით 40 წელზე მეტი არის და მოკლედ მოგიყვებით დაახლოებით როგორ მუშაობს ეს ყველაფერი. როდესაც პაციენტი მიდის თავისი რეცეპტით დაუშვათ აფთიაქში, პირველ რიგში რასაკვირველია ხდება აი ამ რეცეპტორის შემოწმება, ასევე დგება პაციენტის ისტორია. შესწავლილია დაუშვათ რა შეიძლება რა სხვა თანამდები დაავადებები ქონდეს პაციენტს, არის თუ არა ალერგიული და აი ესეთი სახით მოკლედ შედგება აი ამ პაციენტის ისტორია და ამის შემდეგ ასევე მოწმდება რა დოზირება სჭირდება ამ კონკრეტულ პაციენტთან, ძალიან ორიენტირებულია კონკრეტულად დაუშვათ ამ ადამიანის საჭიროებებზე და აი ესეთი სახით როგორც ფურცელს გაჩვენებდათ, ჩვენ ამას მონოგრაფიას ვუწოდებთ და ამ პაციენტებს დგება დეტალურად, ესე იგი სრულიად აძლევენ ინფორმაციას იმის თავს, როგორ უნდა მიიღოს, რანაირად და ასე შემდეგ. და ამ პრაქტიკის დანერგვა უშუალოდ შეერთებულ შტატებში რამ გამოიწვია? What was the reason that in USA you like introduce this practice? There are still a couple of other steps here. Once the information is in the computer system, the pharmacist then verifies the label, the medication is correct, and then they put the medication in the bottle. Then it comes time for the pharmacist to actually talk to the patient, where they take the medication vial, they explain the directions, they explain the side effects, make sure the patient doesn't have any questions, and then dispense. Okay. მინდა კიდევ შევეხო რამოდენიმე ეტაპს მანამდე იმ პროცესზე, რომელზეც ლაპარაკობდით. ანუ ეს ცოტა კიდევ უფრო რამოდენიმე ნაბიჯს გულისხმობს. ანუ მთელი ეს ინფორმაცია რასაკვირველია შეყვანილი იქნება კომპიუტერულ სისტემაში. და მას შემდეგ რაც შეიყვანენ, ესე იგი, უკვე გადავდივართ აი ამ დაფასვების, ანუ ბოთლების საკითხზე, ამას ყველა ბოთლს აქვს თავისი იარლიყი, რომელზეც არის დეტალურად მითითებული რა მედიკამენტია, იმიტომ რომ ეს ფარმაკოლოგი კიდევ ერთხელ ამოწმებს დაუშვათ იმ დოზირებას და რა რაოდენობა სჭირდება და მხოლოდ ამის შემდეგ უკვე აბსოლუტურად უხსნის დეტალურად რა დანიშნულების არის, რა გვერდით ეფექტები შეიძლება გქონდეს და ასე შემდეგ. Is there anything else we need to know about dispensing or no? Not about the dispensing now. I think we've covered that. Machine is each way to And like maybe we go to the question as like what was the reason that you decided to work like that and opted for like dispensing like that? The reason for the dispensing like that, it is far less expensive for the patient. For several reasons. Number one, they can get exactly the amount of medication they need to treat a particular ailment, so they're not wasting any. It's very important with antibiotics. They also can get medication, if it's something they're taking every day, they can get a 90-day supply, which is a lot less expensive. If it's a brand new medication they haven't tried before, then they can take just a couple of days, and if it doesn't work, they're not stuck with a lot of extra medication. The most important thing, though, is I, as a pharmacist, if I give you a 30-day supply of medication today, 27 days from now, my computer will tell me you are about to run out of medicine. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს იმ ფაქტორებს, რის გამოც არის ასეთი სისტემა ბევრად უფრო უპირატესი. ნუ პირველ ყოვლისა რასაკვირველია ეს არის ღირებულება მედიკამენტების, რომელიც ბევრად უფრო ნაკლებია, ვიდრე წინააღმდეგ შემთხვევაში იქნებოდა. გარდა ამისა, ნამდვილად არის ზუსტად დოზირება გათვლილი და რაოდენობა და კიდევ მხოლოდ იმ რაოდენობას, რაც გჭირდებათ. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ეს ანტიბიოტიკების შემთხვევაში, იმიტომ რომ ამ შემთხვევაში იმდენი არ არის საჭირო. და თუ ეს არის დაუშვათ ახალი მედიკამენტი, თქვენ შეგიძლიათ არ იყიდოთ მთელი შეფუთვა, იყიდოთ დაუშვათ რამოდენიმე აბი, ნახოთ რამოდენიმე დღის განმავლობაში გიხდებათ, არ გიხდებათ, რა გვერდითი ასე ვთქვათ მოვლენები აქვს და დაუშვათ ჩაანაცვლოთ რაღაცა სხვა მედიკამენტი და ბოლოს რაც ძალიან მნიშვნელოვანია დაუშვათ თქვენ რაღაცა მარაგი იყიდეთ, რომელიც ყოფნით 30 დღის განმავლობაში. ეს კომპიუტერული სისტემა სადღაც 27 დღეს უკვე ამ ფარმაკოლოგს აძლევს შეტყობინებას იმის თაობაზე, რომ თქვენ მალე გაგითავდებათ ეს მედიკამენტი და ამიტომ უნდა მიმართოთ კვლავაც. And the very next step then is to pick up the phone and call you and ask you, would you like me to get your medication ready? If you say yes, I know everything's okay. I know you've been taking it. If you say no, I need to find out why. Maybe perhaps it upsets your stomach. Very well. Let's find the medication that doesn't upset your stomach that we can still treat your condition with.
The goal is to make sure you take your medicine and keep you healthy for the long term. და აი ახლა ალბათ ყოველთვის საინტერესო ეტაპია. ახლა იწყება როგორც კი ეს ფარმაკოლოგი ხვდება რომ 27 დღე ამოიწურა, ის იღებს ტელეფონს და ურეკავს პაციენტს. და თუ პაციენტი უბნება რომ კი მე ვაპირებ გაგრძელებას ამ მედიკამენტის მიღების და ვიცი რომ მალე ამომეწურება მარაგი და ასე შემდეგ, ну ძალიან კარგია, ესე იგი ის ნამდვილად რეგულარულად იღებს იმ მედიკამენტს რაც საჭიროა. თუ ის ამბობს რომ არა, აღარ აპირებს მეტი გაგრძელებას, აი აქ ყველაზე მნიშვნელოვანი გავიგოთ რატომ. თუ რა გვერდი ეფექტი ქონდა, იქნება რაღაცა კუჭზე არ მოუხდა, რაღაცა პრობლემები იყო და ასე შემდეგ. ну თავარი მიზანი ის არის რომ ჩანაცვლებული იყოს სხვა მედიკამენტით, რომელიც მოუხდება და ადამიანმა ნამდვილად მიიღოს ის მედიკამენტი, რომელიც მას ესაჭიროება. ეს ყველა პროცედურა იქნება დაცული ამ შემთხვევაში GPC-ს ქსელში, ეს ძალიან მოკლედ და აქვე ამ მედიკამენტებს გავლილი აქვს ძალიან მკაცრი კონტროლი, ხო? ამერიკაში როგორც ვიცით და ამასაც მოგვიყვება. მე მინდა უბრალოდ ბატონი ჰარის შესახებ გითხრათ ორიოდე სიტყვით დასაწყისშიც მინდოდა მეთქვა, ბატონი ჰარი გახლავთ კომპანია GPC-ს პარტნიორი, ის გახლავთ ასევე ექსპერტი ამ პროექტის განხორციელებაში, ის უკვე რამდენჯერმე არის საქართველოში, ის მონაწილეობას ღებულობდა უშუალოდ ამ პროექტის გადმოღებასა და დანერგვაში, რაც GPC-მ განახორციელა და ის გახლავთ ამერიკის ფარმაცევტთა ასოციაციის პრეზიდენტი, არის ასევე PRS ფარმაცისა და American Pharmacy International-ის პრეზიდენტი, ანუ ის საკმაოდ კვალიფიციური ადამიანია ამ სფეროში და მას შეუძლია საკმაოდ დამაჯერებლად გითხრას იმ ხარისხის კონტროლის შესახებაც, რაშიც თქვენი კითხვა მდგომარეობდა და თუ მას დავსვამთ, ის უფრო კარგად გეტყვით, როგორი კონტროლი აქვს გავლილი ამ პრეპარატებს ამერიკის შეერთებულ შტატებში. უთხარით, მაშინ ეს კითხვა like the quality control, quality assurance, how do you do that so that like, people are sure that it's all like adequate quality? Drugs of adequate quality. Yeah. We use FDA-approved drugs, Federal Food and Drug Administration in the U.S. It is a very stringent process to get a drug approved. It can take up to 10 to 15 years to get a drug on the market in the United States. ეს არის ნამდვილად ძალიან მკაცრი პროცესი, რომელიც ზედმიწევნით დაცვას საჭიროებს, რასაკვირველია, პირველ რიგში FDA-ის, ამერიკის სურსათისა და მედიკამენტების უზრუნველობის დეპარტამენტთან არის გათვალისწინებული დეპარტამენტის მიერ ძალიან მკაცრი შემოწმება, რომელსაც შეიძლება გარკვეული მედიკამენტების შემთხვევაში 10-15 წელი მაინც დასჭირდეს. Then you go through the process. The very first step is a new drug application. The company files with the FDA. If the new drug application is approved, they're allowed to begin testing the drug on animals to prove it's safe. If the drug proves safe on animals, then they can begin human studies. და რაც შეეხება ამ ახალი მედიკამენტების შემთხვევაში, FDA იღებს განაცხადს იმის თაობაზე, რომ ახალი მედიკამენტი არის და მან უნდა გაიაროს ტესტირება. პირველ რიგში ეს მედიკამენტები გადიან ტესტირებას ცხოველებზე, როდესაც ამ ცხოველებზე ტესტირების ეტაპი დასრულდება და წარმატებული იქნება, მხოლოდ მას შემდეგ იწყება ადამიანებზე მედიკამენტების ასე ვთქვათ გამოცდა. And the human part of it can take 6 to 8 years. And there are 3 steps. The first step is determine if it's safe for humans. The second step, determine what dose will treat the condition. And the third step is the medication safe if you take it over a long period of time. Once that happens, then the drug can be released for the U.S. market. But that's not the end of it. It's not just the drug the FDA looks at. They have to certify the manufacturing facility that the drug is made at. So it has to be a FDA certified facility in order to make a drug that is available in America. და რაც შეეხება უკვე იმ ეტაპიდან მოყოლებული და უშუალოდ როდესაც ხდება ადამიანზე ამის გამოცდა, აი ამ ეტაპმა შეიძლება დაახლოებით 6-8 წელიწადი დაიკავოს და ამასაც რამდენიმე ასპექტით ხდება მედიკამენტის შეფასება, როგორც რამდენად უსაფრთხო არის ადამიანისთვის, შემდეგ ესე იგი დგება თუ რა დოზირებით უნდა იყოს მიღებული და მესამე ასპექტი, აი ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში მოხმარების შემთხვევაში თუ იქნება აბსოლუტურად უნებელი და უსაფრთხო. და ამის შემდეგ, რასაკვირველია, გარდა ამისა, ამ მედიკამენტის შემოწმებისა არსებობს თვითონ წარმოებლის, ანუ საწარმოს სერტიფიცირების პროცესი.
და ძალიან სიმპათიურად გამოიყურება ეს ბოთლი, ბევრ ფილმში გვინახია ამერიკულში და ევროპულში და ძალიან მიხარია რომ ჩვენ საფთიოქოვებაში თაროებზეც იქნება ეს ტექნიკები და ხალხებელა ის რამინდა კითხოთ როგორ ხდება რაღაცა ცალობით აბები თითქოს იყიდებოდა მანამდეც მაგრამ არა ასეთი სიმპათიური ფორმით და მაინტერესებს დაფასება როგორ მოხდება ხელით თუ სპეციალური მანქანა არის მიიღეთ ორიაბი დილის წინ დიახ, მოგახსენებთ, ანუ ეს დაფასებას აქვს თავისი, რა თქმა უნდა, სპეციალური მექანიზმი. ჩვენს აფთიაქებში GPS-ისა და City Pharma-ს ქსელში ხდება როგორც მანუალური კაუნტერების საშუალებით, ასევე არის ელექტრონული ავტომატური სათვლელი მოწყობილობები, რომლის საშუალებითაც ხდება აბსოლუტურად შესაბამის გარემოში, სტერილურ გარემოში, რომელიც არის საერთაშორისო სტანდარტებთან მიახლოებული და იმის მიხედვით გაკეთებული და რა თქმა უნდა, ეს შემდეგ ფასოვდება მსგავსი შეფუთვის ბოთლებში, რომელსაც გააჩნია სერტიფიკატი იმისთვის, რომ ისი გამოყენება ფარმაცევტულ წარმოებაში შესაძლებელია, წამლისთვის არის განკუთვნილი და შემდგომ დაეტანება მას ეტიკეტი ზემოდან, რომელზეც არის ყველა ინფორმაცია, რომელიც არის პაციენტისთვის აუცილებელი, ეს გახლავთ სახელწოდება, არის ფორმა, დოზა, ქვეყანა მწარმოებელი, სერია, ვარგისობა და ასე შემდეგ. პაციენტის გვარი და სახელიც. პაციენტის გვარი და სახელი ეს არის ამერიკული პრაქტიკიდან, ანუ ბატონი ჰარის მიერ არის ჩამოტანილი და შესაბამისად იქ ხდება. ჩვენთან სამწუხაროდ ჯერჯერობით არ ხდება ესე, მაგრამ იმედია მომავალში გავითვალისწინებთ და სახელის და გვარის დატანებით კონკრეტულად და თან აწერია დეტალურად რამდენ ხანში ერთხელ რომელ საათზე უნდა დადგეს. დიახ, ანუ დიდი მადლობა, კარგია რომ უფრო გამარტივდება ეს პროცესი ადამიანებისთვის, გაიაფება თან და იმაზე მეტი წამალი არ ექნება, რაც შეიძლება ადამიანის დაზღვეულიც იქნება. მომხმარებელი უნდა ვაღიარო. კარგი, დიდი მადლობა. მოგვიანებით წარმატებებს გისურვებთ. ჩვენ დღევანდელი გაცემა ამით დასრულდა, ხვალ შეხვდებით ერთად.